პირველი პასი იყო ცუდი. შემდეგ რა ხდება? ბურთზე უფლებიან ქართველი ფეხბურთელები და შეტევა შესაძლებელია. კობახიძე შეინარჩუნა ბურთი ყენია აიქვე. არ მისცა ყენიას ბურთი რატომღაც. თარგამაძე გააგრძელა თამაში ვირკველია მარცხნივ ჩაწოდება. პენალტი, კიდევ ერთი პენალტი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. იქ რა თქმა უნდა უკმაყოფილონი არიან ალბანელები, ასეთ ყვირილს აპატიებს და არმედ დალკუს საჯი. აპატიებს ასეთ ყვირილს ნახოთ. ვითელბა ჯიბისკენ წაიღო ხელი მე მგონი. განმეორებაზე ვნახავთ რამდენად ქონდა საფუძველი პენალტის დანიშნვის. ხესად ითამაშეს კობახიძის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ შემთხვევაში მეც თქვენც ალბათ ნებისმიერი ქართველი გულშემატკივარი სუბიექტურია, ჩვენ ყოველთვის გვინდა რაც შეიძლება მეტი პენალტი დაინიშნოს ჩვენ სასარგებლოდ. ამჯერადაც საჯმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. თარგამაძე ემზადება დასარტყმელად, გამორბენი დარტყმა და მეორე პენალტიც აუგო. საოცრება ხდება. გავიდა ბოლოს გოლი ასეთი რამ თუ გინახავთ არ ვიცი, მაგრამ მე არ მინახავს. მე რამდენე დამატებაზე გაიტანა. ეხლა ამისულაშვილმა გოლი, მაგრამ ფაქტი ერთია 97 წუთზე ამისულაშვილმა გაიტანა დაობენ ალბანელი ფეხბურთელები. არ ვიცი რას დაობენ, მაგრამ ვიღაცა თუ წითელი ბარათი ეჭირავს საჩეხლა ხელში, მაგრამ მე არ მიმიქცევია მისთვის ყურადღება. რაღაცას ინიშნავს საჯი თუ ვინმე გააგდო ამას დავინახავ. გუნდის კაპიტანი გააგდო რამდენადაც არა ის გვერდითი არბიტრისკენ მიდის. განმეორებით თარგამაძის დარტყმა მეკარე იღებს, მეორე პენალი აიღო მეკარე. თარგამაძის დარტყმა ძელი. შემდეგ ამ ეპიზოდში არ ჩანს. საბოლოოდ ამისულაშვილმა გაიტანა, მაგრამ იქ ხელს ანიშნებდნენ თუ რას ანიშნებდნენ სხვა რაკურსით უფრო გამოჩნდება, ალბათ ჩვენ ვნახავთ ამ ეპიზოდს.